სოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანია Carrefour ხვალიდან თბილისელ მოხმარებელსაც მოემსახურება სუპერმარკეტი, რომლის ქსელით მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში არსებობს აქცენტს დაბალ ფასებზე აკეთებს 30,000 დასახელების პროდუქტი და 600-მდე დასაქმებული საქართველოს მოქალაქე. პროექტში რამდენიმე მილიონიანი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო. სუპერმარკეტი Carrefour დღეს თბილისის მოლში დედაქალაქის მერმაც მოინახულა. გიგი უგულავას თქმით, დასაქმებულთა უმეტესობა მერიის დასაქმების პროგრამიდან შეირჩა. დღეს აქ 600 ადამიანი 600 ჩვენი თანამოქალაქე დასაქმდა. ამიტომ პირველ რიგში მე მინდა მათ მივესალმო, ვინც დღეს ამას იქით აქ იმუშავებს და თითოეულ თქვენთაგანს შეაგებებს ღიმილს, შეაგებებს იმ დადებით ემოციას, რომელიც მთლიანად მთელი აი ამ ახალი სავაჭრო ცენტრისაგან და კერძოდ დღეს კი უკვე Carrefour-ისაგან მიიღო თბილისმა. ამიტომ პირველ რიგში თქვენის ნებართვით მათ მინდა მივესალმო.